დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს ხდომა გაიმართა. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 7 საკითხზე იმსჯელეს. პირველი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების, ჭანიეთისა და ლიხაურის დამაკავშირებელი თითქმის 2 კილომეტრნახევრიანი გზის რეაბილიტაციის პროექტის მოწონების საკითხი იყო. პროექტის ჯამური ღირებულება 1.6 მილიონ ლარია. ასევე დღევანდელ ბიუროზე იმსჯელეს მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებულ ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით. უფრო კონკრეტულად კი მალე დეპუტატების საკრებულოზე გენდერის საბჭოს სახელის შეცვლას დაუჭერენ მხარს. ბიუროს ხდომას ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ. დღევანდელ ბიუროზე განვიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის ერთ-ერთს გამოყოფ ლიხაური ჭანიეთის დამაკავშირებელ გზას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. 1.6 მილიონ ხდება ეს პროექტი და მე დარწმუნებული ვარ, რომ საკრებულოც დაუჭერს მხარს ამ პროექტის განხორციელებას. ასევე ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავო საბჭოს შექმნას დაუჭირეთ ხარი. ასევე დავამტკიცებთ პერსონალურ მონაცემებს შემდგარ საკრებულოს თომაზე.